იცოდით, რომ ამჟამად რომ თქვათ ზურგი, ამ ტკივილის შესამსუბუქებლად მხოლოდ 4 წუთი გჭირდებათ? ზურგის ტკივილს ბევრი მიზეზი აქვს. როგორც წესი, ისინი კუნთოვან დისბალანსებთანაა დაკავშირებული. ანუ ზოგიერთი კუნთი უფრო დაჭიმულია, უფრო ხისტია, უფრო დაძაბულია, ხოლო სხვები უფრო სუსტია. ეს მეთოდი, რომელსაც ეხლა გასწავლი, წელის ტკივილს 90%-მდე ადამიანებში ამსუბუქებს. ამიტომ ძალიან სავარაუდოა, რომ ეს ზუსტად ის იქნება, რაც შენს ხერხემალს სჭირდება. ამ ვარჯიშისთვის ჩვენ ვიმუშავებთ კოორდინაციაზე იმ კუნთებს შორის, რომლებიც ხერხემლის წინა მხარეს და უკან მდებარეობს. პირველ ვარჯიშში შენ უნდა დაწვე მუცლით ქვემოთ, ისე რომ თავი კომფორტულად იგრძნო. შეგიძლია სახე გვერდზე მიაბრუნო, ხელები ქვემოთ ან ზემოთ დადო, როგორც შენთვის უფრო კომფორტული იქნება. და უბრალოდ ისუნთქებ. რბილად, შვიდად, ეცადე იგრძნო, როგორ ამოძრავებს შენი სუნთქვა მსუბუქად შენს ხერხემალს. მეორე ვარჯიშისთვის ამ პოზიციაში დარჩები, აი ასე. იდაყვები დაყრნობილია. ეცადე იდაყვი ზუსტად მხრის ქვემოთ მოათავსო. არც წინ და არც უკან. ზუსტად მხრის ქვემოთ მოათავსე. შეხედე წინ და 2 წუთი ამ პოზიციაში დარჩი. ეს დაეხმარება დიაფრაგმის და შენი წელის ხერხემლის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ეს დაეხმარება ხერხემლის წინა მხარეს კუნთების გაწევას. ანუ ეს გაზრდის და უფრო მეტად გახსნის სივრცეს ერთ მალასა და მეორეს შორის. და კიდევ მოგცემს მოდუნების შეგრძნებას, რადგან ეს არის კომფორტის პოზიცია. როცა ამ პოზიციაში იქნები, იდეალურია რომ იგრძნო ტკივილი, რომელიც ფეხშია, რომელიც დუნდულაზეა, გლუტეუსზეა და რომ ის უფრო ახლოს მოდის ხერხემალთან. ან კიდევ ის ნელ-ნელა მცირდება ამ 20 წუთში. თუ ტკივილი დაიწყებს ხერხემლისგან მოშორებას და ფეხში ჩასვლას, ვარჯიშს შეწყვეტ. შევთანხმდით? ეს ორი ვარჯიში სრულიად საკმარისია შენი ტკივილის შესამსუბუქებლად. მაგრამ თუ ჯერ არ მოგიწონებია, ეხლა მოიწონებ. ბონებ. გაჩვენებ ვარჯიშს, როცა ეს ტკივილი შემსუბუქდება და დარჩება ბოლო 10-დან 10 ტკივილი, გაჩვენებ გზას, როგორ გახდე 100% ჯამთელი. და გზას, როგორ გააქრო ეს ტკივილი მთლიანად ახლავად. გახსოვდეს, რომ ეს ვარჯიში არის მოწინავე ვარჯიში. ამიტომ უნდა იყო უკვე ტკივილის ყველაზე მწვავე, ყველაზე ძლიერი ფაზის გადალახვის შემდეგ, რომ სცადო ამ ვარჯიშის გაკეთება. ალბათ უკვე შენიშნე, რომ ნელ-ნელა ვზრდით ხერხემლის გაწელვას. ეხლა საბოლოო ეტაპზე მაქსიმალურად გავწელავთ ხერხემალს, იმ ადგილას, სადაც იდაყვი გედო, ეხლა ხელებს დაადებ. ეცადე ხერხემალი მაქსიმალურად მოდუნებული იყოს და ძალა მხოლოდ ხელებში გადაიტანო და გაწელავ. გაწელე ხელები იქამდე, სადამდეც შეძლებ და შემდეგ დაბრუნდი საწყის პოზიციაში. გაიმეორე ეს მოძრაობა 10 ჯერ. წადი მაქსიმალურად შორს და დაბრუნდი. ყოველ ჯერზე, როცა მაღლა წახვალ, სცადე ოდნავ მეტი გაიწიო და დაბრუნდი. თუ ამას 10 ჯერ გააკეთებ, ნახავ, რომ ეს ტკივილი ვარჯიშის განმავლობაში თანდათან შემცირდება, სანამ მთლიანად არ გაქრება. თუ გინდა მეტი ვიდეო ხერხემლის შესახებ და როგორ შეამსუბუქო ეს ტკივილები, აქ ბარათზე დაგიტოვებ ზურგის ტკივილის შესახებ პლეილისტს. ეხლა იცინებ და გაერთობი გადაღების შეცდომებზე. მე აქ დაგემშვიდობები დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე. ვაუ. ზურგში წელის ტკივილს აქვს მრავალი მიზეზი. და ჯადოსნობა არ ხდება სწრაფად. ეს ფანტასტიკურია. არა, მე მინდა ცოტა კიდევ ვილაპარაკო. შენი არხის სახელი მე ვფიქრობდი, მინდა ცოტა კიდევ ვილაპარაკო და ცოტა კიდევ ვილაპარაკო. მე არხის ფლობელი ვარ. ამდენი.